არა, მე არ ვთქვი. კადრები გადავიყოთ, მოусმინოთ რეგიონში. რეგიონალური მართვის გამოცხადებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო ზემოსავლიანეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსია, რომელშიც მე ვფიქრობ, რომ მონაწილეობას არათანაბარ პირობებში მიიღებენ ადამიანები, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს. ამიტომაც მე ვითხოვ ჩართვას ამ საგამოცდო პროცესში, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რადგან მათ გააჩნიათ აფხაზეთის საქმეთა დევნილთა საქმეების დეპარტამენტში და დებულებით გაწერილი საგამოცდო პროცესი და არავინ არ ესწრება არასამთავრობო სექტორიდან გარდა პროკავშირებიდან ესწრება რამოდენიმე წარმომადგენელი და ისევ დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შესაძლოა თავიანთი ფავორიტი ალექსანდრე ჩიკვაიძე გაიყვანონ, რომელიც მოვალეობის შემსრულებელია დღეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში. მეორე, ვითხოვ დასჯას მწვანე დე-ფაქტო პასპორტების მქონე პირებისა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში მუშაობენ. მესამე, გაუქმდეს ოპტიმიზაცია მოხდეს იმ სამსახურეობისა, რომლებიც უფუნქციონირებენ რეგიონში პრესამსახურებში, სადაც 1000-მდე ადამიანია დასაქმებული და პენსიის სახით იღებენ ხელფასს. და საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი. ბატონ ვახტანგ ყოლბაიას მიუმართავ. თუ არ ჩავერთვები მე ამ საგამოცდო პროცესში, მე უბადო სასიკვდილო შიმშილობას. თავის კაბინეტის წინ გამოუცხადებ მას. ქარდავა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვებული არ არის. თეონა ქარდავას ამოეწურა შრომითი ხელშეკრულება წლის ბოლოს და რომელიც მას შემდეგ არ გაუგრძელდა. რაც შეეხება საკონკურსო თემატიკას, ვითომ ჩემზეა მორგებული, მე არ ვიცი საიდან და რა წყაროებიდან გაქვთ ეს ინფორმაცია და თეონა ქარდავა საიდან აქვს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს დევს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ეს განცხადება და მას შევსება და ის ნებისმიერ შეუძლია და მეც ჩვეულებრივად დღეს უნდა შევავსო ჩემი განაცხადება, რომელიც უნდა წარმოადგინო ამ საჯარო სამსახურის ბიუროში. რაც შეეხება თეონა ქარდავას, რომ ჩართვა უნდა აი ამ პროცესში, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა და თუ ჩათვლიან საჯაროდ და არ ვიცი როგორ ხდება საჯარო სამსახურის ბიურო, თუ ჩათვლის საჯაროდ მიიღოს იქაც მონაწილეობა და რაც შეეხება თეონა ქარდავას შიმშილობას, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და მე ამაზე ვერავითარ კომენტარს ვერ დავაკეთებ. რაც შეეხება პრესამსახურს, აქ უფრო პიროვნული ურთიერთობა იკვეთება, მე თითქმის 3 თვე ამ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობ და ვიცი შიდა სამზარეულოს, ვიცი გარეთ რაც ხდება. ეს არის უფრო პიროვნული, ვიდრე რაღაც რეალობას მორგებული სიტუაცია, არავითარი პენსიის აღებაზე და იმაზე ლაპარაკი არ არის, ხალხი დღე-დღე მუშაობს, დღესაც ჩემი თანამშრომლები გაშვებულია და წასული არიან ყველა ასრულებს თავის დავალებას და ასე რომ ამაზე რაც შეეხება მწვანე პასპორტების თემას, მე დაზუსტებული ინფორმაცია ჩვენ არავის არ გვაქვს, თუ ვის გააჩნია მწვანე პასპორტი და ვის არა. არის თანამშრომლები, რომელსაც აქვთ მშობლები ყავს აფხაზეთის ტერიტორიაზე, აქვთ ურთიერთობა იმ მხარესთან, მაგრამ ახლა რამდენ კაცს აქვს მწვანე პასპორტი და ვის აქვს, იგი ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველიაზეთ ეს დანაშაული ან არაეთიკურია, რაში მდგომარეობს მწვანე პასპორტის მქონე საჯარო მოხელისო მქონდეს ამაში რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება იყოს. ამაზე კონკრეტულ პასუხს ამაზე ვერ გაგცემთ. ეს დანაშაულია თუ ეს არის რაღაც სხვა, ამაზე ეს შეიძლება ძალიან დიდი დისკუსიის და ძალიან საჯარო განხილვის საკითხი გახდეს და ამაზე დავждები და ვილაპარაკეთ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგ არის საქართველოს მოხალხე, აქვს საქართველოს მოხალხის პასპორტი და არის მაგრამ სრული უფლება აქვს საჯარო სამსახურში იმუშაოს. ამიტომ თუ ჩვენ ვიზახეთ რომ აფხაზეთი არაღიარებული სახელმწიფოა და მაგის საქართველოა, მაშინ რატომ უნდა გქონდეს აფხაზური პასპორტი? ხო და მე არ ვიცი ვის აქვს აფხაზური პასპორტი, ეს არის შესაბამისი სტრუქტურები და სამსახურები, რომელიც